მოგესალმებით გოგოებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და მე დღეს გავაკეთებ თქვენთვის საჯარო გაშლას თემატურად, რაც მოგიტანთ ეს სავსე მთვარეობის პერიოდი თქვენ. მოდი ვნახოთ, რაც მოგიტანთ ეს პერიოდი. სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ. ძალიან კარგი სიახლე შემოვა, თავს იგრძნობთ ნამდვილ ქალად. ძალიან დიდი წარმატება გელოდებათ აი ამ პერიოდში, როგორც საკუთარ საქმეში, ეს იქნება ბიზნესი თუ სამსახური, სადაც ხართ, ოჯახში თუ დედები მიყურებთ, აუცილებლად გელით ოჯახში სითბო, სიყვარული. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ძალიან დიდ სიხარულს ეწვიოს შვილებიდან და შვილების წარმატებით, ძალიან დიდი სიხარული იგემოთ. თუ თქვენ ელოდებით ორსულობას და აქამდე ეს დღე არ დადგა, დამიჯერეთ, ამ პერიოდში გაიხარებთ და ვისაც სურდა შვილი, ეს ნამდვილად მოხდება და თქვენ შეიძლება, ვინც არ ხართ ჯერჯერობით დედა, შეიძლება ეზიაროთ აი ამ დიდ ბედნიერებას. თუ მამაკაცისგან, საყვარელი მამაკაცისგან გსურდათ აღიარება, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად იმდენად იბწყინებთ აი ამ პერიოდში, იმდენად მოიმატებს თქვენი ქარიზმატულობა და სიკაშკა შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენს მამაკაცს და გარშემო მყოფებსაც ასევე. რა გელით კიდევ ამ პერიოდში? ნახოთ, რა გელით? შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა სიზმარში ნახოს თავისი მომავალი პარტნიორი, ვისაც არ გყავთ და ძალიან გთხოვთ სიზმრებს დაუკვირდით. ახლა შეიძლება თქვენ ნამდვილად მაგიური სიზმრები იხილოთ და ჩაინიშნეთ. აქ აუცილებლად თქვენ ოცნებას შეესხმება ბრთა და ვისაც არ გყავთ პარტნიორი, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება თქვენთვის შესაფერისი მამაკაცი, რომელიც იქნება ძალიან ემოციური, ძალიან გრძნობიარე და რომანტიზმით სავსე და თქვენ გაგრძნობინებთ აი თქვენს ქალურობას, დააფასებს თქვენს ქარიზმატულობას და აუცილებლად არ დაენანება თავისი ემოციების გამომჟღავნება თქვენს მიმართ. კიდევ რა სიახლე გელით ამ პერიოდში ვნახოთ? თუ თქვენ კონკრეტულ მამაკაცთან, მე ყველა ვარიანტს გაგიჟღერებთ ძვირფასებო, რადგან იცით, რომ ძალიან ბევრი ენერგიები ტრიალებს და ყველას ეს ერთი ვარიანტი ვერ მოგერგებათ, ამიტომ ყველამ თქვენი აიღეთ აი ამ გაშლიდან. და თუ ზოგიერთი თქვენგანი თავის მამაკაცთან, პარტნიორთან იყო პაუზაზე, ან იყო თქვენი მამაკაცი თქვენზე იყო განაწყენებული, გაბრაზებული და ცოტა მკაცრი ხისტ ენერგიებში თქვენ მიაღწევთ ურთიერთშეთანხმებას, რადგან რაღაც უხილავი ძაფი კვლავ შეგაკავშირებთ და შეჯერდებით საერთო აზრზე, საერთო მიმართულებით დაიწყებთ გარკვეულ პერიოდში სვლას და თქვენ კვლავ გაუზიარებთ თქვენი გულის
გულწრფელ ნადებს ერთმანეთს და აი ის ბრაზის ენერგიები შეიცვლება მეგობრული გულწრფელი და ძალიან ლაღი ემოციებით. ეს იქნება აბსოლუტურად დიდი გულწრფელობა და ეს იქნება ძალიან ლამაზი ემოციების გადმოფრქვევა ერთმანეთის მისამართით. კიდევ რა სიახლე გელით და დავასრულოთ. თუ თქვენ ზოგიერთი თქვენგანი აი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, ისე რომ ფიქრობდით, რომ აი ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. მაგრამ შეიძლება აი ამ პერიოდში საკუთარ თავს დაატანეთ ძალა და თქვით, რომ აი მე როგორც მინდა, სწორედაც რომ ისე იქნება, მე კარგად ვიქნები. აი მე ეს ყველაფერი გამომივა და აი ამ შემთხვევაში გული გათიშეთ, გრძნობები გათიშეთ და ჩართეთ გონება, ჩართეთ ქალური ლოგიკა, ჩართეთ ინტუიცია და თქვენ სწორედ აი ამ თქვენი ქალური ინტუიციით, ლოგიკაზე დაყრდნობით და სტრატეგიით, რომელიც შეიმუშავეთ, აქ პატარა შეიძლება მედიტაციებსაც მიმართავდით ან აფირმაციებს აკეთებდით, ეს ნამდვილად გამოიღებს შედეგს და თქვენთვის სასურველ შედეგს ნამდვილად მიაღწევთ აი ამ პერიოდში. მე ყველას დიდ ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ და მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით დროებით.